ბაბუა ჩემი ძალიან ხმელი მაღალი კაცი იყო და ფინისაყიდდა წაყიდდა. მაგალ დაიწყო. ოჯახური ბიზნესი. ხოდა ხელი ქონდა, აი ჩემი ხელი ხო, აი უფრო დიდი ხელი ქონდა აი ესე და ეს თითი ქონდა ძალიან დიდი, აი დიდი ხელი ქონდა რა, ხო და ჩვენთან სოფელში ხო ვანის რაიონის სოფელი ქვედა მუქეტია და იქ როგორც ერთი დიდი უბანია და იქ როგორ არის ხო იცი, მესაფლავეებს რო ეძახიან და აბა ასე და პავლოვიჩი ხო და პავლოვის დაუძახეს თურმე უთხრესო შოთა პავლოვიჩო შენო მესაფლავეების უფროსი უნდა იყო და აიო ბაბუა უთხრა რა როშის მაგივრად ხოდა რა ბაბუა მაღაზე პრობლემა უძო წამოვალო და ეხა როგორ არის იცი რო ამოიღებენ მიწას მე უნდა გაზომოს მესაფლავეების ის ვინც არის ასე უნდა გაზომოს და უნდა იყოს 7 ხოდა ხო არა მაღლა აი ესე სიმაღლე ამას ვიძახ ხოდა მე მივიდნენ ეხა და ერთი სამი კაცი აბარია და ეთხრიან ეხა და აბა პავლოვიჩო გაზომეო და ჩავიდა კიბით ეხა დინჯად პავლოვიჩი გაზომა 4-ია ბიჭებო კიდე ო ეს სამი ბაირსპილი და მოიღეს კიდე ბიჭო წყალი ამოვიდა მართლა წყალი ამოვიდა პავლოვიჩი რაღაცა ნამარხები ვანის მე მგონი სანამ რაღაცა მუზეუმი ახლა იქანე არქეოლოგიური გათხრა რაღაცაო კაცო წყალი ამოვიდაო და არა ბაბუაო შეხედეთო შეხედეთო და 6 გამ ეს კი ერთი კიდე არის და ამიღებ და რო ამოვიდნენ ახლა და კი ახლა ეგ არისო თან სხვისი გაზომა არ შეიძლება აურო გაზომოს და ჩახედეს ბიჭო ქვევი და მოიშრდილეს ეს წყალი ამოიღეს და ეს 300 კაციანი პროცესია მოდის შვილი ტირის მამას მამა რომ მოვიდა ეს პროცესია და მართლად მიყავთ მამა ჩემი თქვენი ბაქოდან მოვფრინავთ რა მე და თანამშრომელი გოგონო ტრენინგზე ვიყავით ვიმეცადინეთ რა კვალიფიკაცია ავიმაღლეთ და აი საქართველოს საზღვარზე განვფრენა ხო ძალიან ხანმოკლეა ბაქოდან თბილისამდე და აი მაგას ტუმორალური ზონა აღარ ერქვა რა ნუ უბედურება ხდება ილუმინატორთან ვზივარ გადავხედავ ფრთას წაიღებს აი მიწას უნდა შეახოს გაასწორებს და მაგ დროს ვისი იმედი გაქვს ღმერთის და მეორე სტიუარდესამ რომ გაგამხნევს სტიუარდესა იყო ასაკით ნუ აი ბებია ჩემის პარავ კლასელი როგორც კი დაიწყო თვითნაოქნა წავიდა დაიბა და დაჯდა აი ესეთი ზის და არავინ არ აინტერესებს ხო ხო იცი ღმერთი მაგ დროს გახსენდება ყველაზე მეტად დავიწყე ლოცვა რაც ვიცი არ ვიცი ცოტა ჩემი წავამატე ცოტა ის ჩემი წავამატე ყველაფერი გავიხსენე და არ მშველის რა ფაქტია რომ თვითფრინავი ვარდება და უკვე აი შავ ბოლსაც ვხედავ რა აი დედას გეფცებს სიტყვას თუ ამატებ აი ეს და ხეები წევს მიწას უყურებ აი ჭიანჭველებს ვარჩევ უკვე და რაღაცა მინდა რა ღმერთს ისე ვთხოვო რომ იქნებ და ამდენჯერ გადაურჩენივარ და ძველი თვითფრინავით მოფრინავთ რა საბჭოთა თვითფრინავით ან რაღაცა იყო და ხო დაშორებული სკამები აქვს და წინ ზის ბრიტანელი მამაკაცი ორ ანგელოზივით ყუბთან ერთად ბიჭი და გოგო ყუბი აი ულამაზესი ბავშვები რა და მაინც მეგრელი ხო არ გარიგებაზე წავედი მეთქი ღმერთო გარიგებაზე წავედი მე 25 წელი მაინც მიცხოვრია ამათ რა სერჩი თან ჩემთვის ფიქრობ ეხლა ესენი თუ გადარჩებიან ამათ თუ გამზიარ მე ცხოვრება გადავჭეროდი მშვიდობიანად დავჯექი და მაგეთი კარგია ჩემი კლასელი ყავს აღსტუმრად ცოტა შორიდან მომიწია და წყალ მამა ჩემი მოვიდა და მეკითხება რომ გაეცნო რა და მე ეს ჩემი მეგობარმა დამტოვა მეუნდა მომჩირო მაგისი მამაო ჩემ კლასში იყო და მეუნდა მამაში ზანაირად მე მამა მაგის მამას ვიცნო მე დიდი კაცია მე ო ზუსტად დიდი კაცია მაგიტო გეუნდა ჩემ კლასში იყო მეშვიდე კლასიდან ჯარში წაიყვანეს უკან ისდო წერებით ეს კაცი ბოლოს ისდო წერებით მოვიყევი მომენტი და აი მოგიყვები აი რა გეთხრავ მაშინ ხო კლასშიო ტოვებდნენო და ანუ ვერ გადაიყვანეს და მეშვიდე კლასში გახდა 20 ჯარში როცა გიყვანებენ ბიჭო მეშვიდე კლასიდან წაიყვანეს და მე რა იყო ეგეთი რა ვერ გადაყავდა აი რა გითხრა მაგალითათო ეუნებოდა მათემატიკა ეუნებოდა გეომეტრიაშიო რომ არაფერი არ მინდაო გადაგიყვან კლასიდან კლასშიო წრფე გახაზეო წრფე აი
დაადევა და გახაზე სწორედ. ხო, ვერ ხაზავდაო ბიჭო, ასე კლაკნიდაო. ნუ კაიო, აი კლაკნიდაო, ნუ გეომეტრია თქვენსო რა რთულიაო, მოდი. რთულია, მოდი ნახოთო ისო, რა ქვია. გეოგრაფიაში უნდა ცხადოთო, ბედიო და ეხლა რა ხდებაო იცი? სოფლიო რუკა ჩამოუშვესო რა. სოფლიო რუკა ჩამოუშვესო და ესე იგი ამას უხსნიანო რა, დამსწრეები არიან, შემოსულები დამსწრეების გაფრთხილებულები არიან, ესეთი არა გონებით ჩამორჩენილი კი არა, არა ჩაოლები მეცხვარე იყო კაცო ეს კაცო. შვენიერი მეცხვარე, მაგრამ აი სწავლა არის. გეომეტრია არის ცოტა. არც უნდა და გადაწყვეტილი აქვს, არ უნდა ისწავლოს. მეცხვარე წფერად უნდა ეს. არ უნდა წფერად, არც გეომეტრია არ უნდა იცი, სად არის ეხა ალაზანი, ცხვარი გადევდნენ, გახედავს რა, მოდევდნენ, მოკლედ ჩამოუშვეს რუკა. და ეუნებიან რომ დედამიწა არისო ესო იმისი რო არისო ეს არისო აი ეგ სიტუაცია და ეუნებიან რომ მოკლედ დედამიწაო შედგებაო ძირითადად წყლისაგან და ხმელეთისაგანო და შემოუხაზეს ამას კონტინენტები ჯოხით რა რომ ეს არისო ხმელეთიო და აი ეს რა არისო ოკეანეებს უხაზავენ და ამან უყურანა ცაო ლურჯი რო იყო, ასე გიწევენ, წაო. კახელი რო წავიდა ოპერაში პირველად, იცით? არა. ხოდა მეგობარმა უთხრა რომ ეხლა ვიქაო, წესივრად უნდა მაიქცეო რა, ძალიან ახლოს შედან ქალებიო და შენებურა თუ არის მაქრაზე და ძალიან მშვიდად არის არ უნდა რომ დაარღვიოს რა. მოკლედ რაღაცი მოვიდა და ორივე თვალი ჩანგრეული აქვს და აი საერთოდ თვალი და რა იყო და აი ვიციო აგე პერერივზე რომ გავიდნენ ანუ პირველი აქტი რომ მორჩა რა პერერი ჩემ წინ ხალი იჯდაო და რუად გავეგე თხელი კაბა ეცვა და კაბა ქონა შეწეულიო გამოუწიო ხარი ეს დაგვედეო გამატინა თლაშანი მაგიდე დავატრი თელი პერერივიო ცივში მასი დევდა მე რო დაიწყო მე შევიპარეო რომ არ დავინახო მეორე რაღა ხოდა რა რუად გაო მეორე თოდამდა და გამოწეული ხოდა მე ხო ვიცოდი არ შეიძლება და უკან შავხო ესეთი პაციენტი არის, ნუ იმ დროსაც 90-იან წლების მოგეხსენებათ ქვეყანაში, ყველა რო ძველი ბიჭი იყო და მათ შორის გამორჩეულად ძველი ბიჭები რა, აი პამიდორს რო არ ჭამდნენ და ბანანს გვერდულად რო ჭამდნენ და ახლა ეგეთი ტიპები და როგორ ჭამდნენ ბანანს? გვერდულად. ხო და ერთ-ერთი ეგეთი ძველი ბიჭია პაციენტი და ორივე ფეხზე არის სისხლძარღვაზე საოპერაციო და ნუ რო გაიგო რომ ფეხები უნდა გაიპარსოს იქ დამთავრდა ყველაფერი, ნუ აი მომავალი ესპო ფეხების გაპარსო როგორ აკადრეს და ნუ აი სერიოზული ამბავი მიდის და ხა 90-იანებში დამწყები ექიმის პაციენტის დაკარგვა ეხა ძალიან რთული ამბავი და მოკლედ ნუ არ შეიძლება იმის გაშუქება ძალიან ცუდ დღეში აქვს სისხლძარღვები და მოკლედ როგორ განგრენა დაიწყოს რა როგორც იქნა ნუ შეიძლება იმაზე რომ არ შეიძლება და გაიპარსოს ხოთ არავინ არ უნდა გაიგოს ეს ამბავი პალატიდან არ გავა რა ну кай არ გაუკეთა ეს ოპერაცია და იღვიძებს რა. იღვიძებს და მაშინ იყო, ну ელასტიური ბინტი უნდა კონდეს დახვეული ხო ფეხებზე ხა. და სად იყო მაშინ ელასტიური ბინტი და ჰუმანიტარული დახმარება იყო შემოსული თეთრი კალგოტკები. მაგას ვინ ეთყოდა რომ ეგ უნდა ჩაეცვა და ამიტომ ხა ნარკოზის მერე სანამ გაიღვიძებ და ამოვაცვეს და გაიღვიზა და ნუ ნაოპერაცია ვერ ინძრევა ფეხებს ვერ და ნუ თეთრი კალგოტკები აცვია და საშინელება ხდება პალატაში იგინება ყველა მიმართულებით ყველას აგინებს რა თუ ყველას დის პატალ მაოძე დუნს აგინებს ვიღაცა აგინებს არ ვიცი ყველას აგინებს რა და კარები იღება ამ დროს შედის პალატაში სანიტარი და გადაბრუნდი ოყნა უნდა გაგიკეთო დაახავრდა იმის მომავალი. საკონტროლო გაწოლა. მომავალი მოყდა ის. ახლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავზე, რომელიც ჩვენს მეგობარს დათო ბეკოშვილს უკავშირდება. ვირბაზო მეგობრებო, 22 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა, დაიბადა ტიმოთე ბეკოშვილი. პირველი წილი, ჩვენი დათო ბეკოშვილი და ვიროცავ შეგვენაცვალა. ვიროცავ. ოღონდ საქართველოს აუცილებლად
პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო გია თქვენ, შემომეგობრებო თქვენ და ყველას მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და ყველა იმ ადამიანს გულთბილი მადლობა გადავუხადოთ ჩემი და მარიამის სახელით, იმიტომ რომ ტიმოთეს ამ ქვეყნით მოვლინებით ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ყველა ჩვენს ახლობელში, ნაცნობებში, მეგობრებში და მადლობა ყველას გულთბილი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა, დიდი სიხარულია და მე და მარიამი ძალიან გულმოდგინედ ვემზადებოდით ყველაფრისთვის ფეხმძიმობის პერიოდი, მე მშობიარობა და ნუ მოკლედ მთელ ამბებში ვიყავი და ერთ ამბავს გავიხსენებ, თეთრი წყაროს სოფელი, ესეთი კარგი სოფელია ჯორჯიაშვილი, სადაც ერთი ძალიან კარგი არაჩვეულებრივი კაცია, ბატონი ზვიადი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხორცი. რომელსაც მთელ თეთრი წყარო და არა მარტო თეთრი წყარო იკვებება და ნუ რა თქმა უნდა მეც მივედი და ვარჩევ ახლა სულ კარგ ნაჭერს მირჩევს ხოლმე. აბა დათო ჯან რა გინდა ახლა რა საკეთებს? სახაშლა მე გინდა, ოსტრისთვის გინდა, ჩალაღაჯი გინდა, არტალა გინდა რა. ხო და აბა შენს კი რა ხდება მეკითხება და თან ხურც ჭრის და მე ვთხარი ჩემო ზვიად ბავშვს ველოდები მეთქი და ჭრის და უცებ გაჩერდა ეკრევით ამომხედა. დედალია თუ მამალი? მე ვთქარი მამალია ბატონო. ვაშე გენაცვალო და ერთი ბარკალი ხორცი ისე გამომატანა. და მე ღვთისმსალობით მოევლინა ტიმოთე კარგად და აი მე მთელი ეს ემოცია, მე ეს ყველაფერი გაიარა და აი თელი სხეულით კანკალები და ცრემლი წამოვიდი და ის იყო სიხარული და ძალიან დიდი ბედნიერება. ეს ყველაფერი ბატონო გია და იქავარ ხა საწავალ და პირველი საათზე რომ შევიდა პირველიდან 8-ის ნახევრამდე თან მოგეხსენებათ იმ დღეს გქონდა ჩვენი შოუს კონცერტი ბოლნიში. ბოლნიში, კი ბატონო. და გელოდებით ამ დროს ჩვენ ვართ სცენაზე და ეხლა მოასწრებენ ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ. მოასწრებენ. ამბავია რომ პირველ წელს ბატონო გიას მოგგли, აი პირველ წელს შევიდა უკვე დათო შევიდა იქ არის და ალბათ ახლა მე 2-ზე ალბათ წავალთ, ალბათ ახლა 6-ზე მაინც ჩავალთ. კი უთხარი პირველი შვილია და ცოტა გვიანი იქნება მე. 8-ის ნახევარზე გვიწევს გამოსვლა ჩვენ და ზუსტად რა დროზეც გვიწევდა ჩვენ სცენაზე გამოსვლა. ზუსტად იმ დროზე დაიბადა ჩვენი პატარა. ზუსტად იმ წუთებში დაიბადა პატარა ტიმოთე. ბატონო გია ეს ახლა დაიბადა უკვე, ახლა ახალი ის გაჩნდა პრობლემა რომ პატარა ბავშვია ტირის. ხო და მანამდე ძალიან ბევრი რაღაც ლიტერატურას ვეცნობი, იქ რაღაც Google-ა, რაღაც სოციალურ ქსელებში რაღაც ვიდეოებს უყურებ ხოლმე ყველა ენაზე, აბსოლუტურად ყველა ენაზე და ამოვაჩინე ეგეთი რაღაცა, სასწაული ჩინურად არის რა. ბავშვი რო ტირის, როგორ უნდა გააჩვენო? თუ შეიძლება რომ გაჩვენო. კი ბატონო. აი ამ ბავშვს ეს ხელში გიჭირავს. გუნჯუნ და თან თვალებში უყურებ. თვალებში უყურებ, მანამ სანამ ისეც არ ამოგხედავ. ამოგხედავ და ჩუნგუნ კანდი ჩუნგუნ ვანჯი ჩუნ და მოტრადები და მე ბოდიში უნდა გავიარო. ჩანგინ ჩანჯი ჩუნგუნ ჩანგინ ჩუნგინ ჩუნგუნ ჩანა ესე ჩუნგუნ ჩინდი კანდა ჩანჯი ჩუნგუნ და სასწაულისა რომ ჩუმდება ბატონო გია. მუშაობს. მარიამი მაინც ცოტა ისე ცოტა ალმასერად უყურებს ამ ჩემ მეთოდს და პესოსი არ იყოს. მუშაობს. გამოსალოთ ესაყოფილი. და ბოლოს გაირკვა რომ მამამისი როგორ დაიკარგა ომში თურმე რომ ომი რომ დამთავრდა ჯარი უკან მოდის და მამამისი სადღაც ტყეში შევიდა მოსაფსმელად და რო გამოვიდა ჯარი აღარ დახვდა და ვეღარ გამაიგო რა. ანუ პირდაპირ დაიკარგა კაცია. კი არ დაეცა ჯარი უკან და ბრუნდებოდა და ამას გზა ვეღარ გამაიგო და დაიკარგა. დაიკარგა კაცი მშვიდობაში დაიკარგა ომში კი არა. ამისი ბიჭი იყვება ეხლა კაცო ყოჩარი რომ ესე იგი ეს რუსეთის ჯარია რაღაცები და ვინც ჩამოდიოდაო ქალაქიდან ისაო ჯარიდანო რუსეთის ჯარიდანო ყველა ამბობდაო რომ აი გენერალ სიძე თუნდოდი მაგარი გოგო ყავდა და არ დავრჩი იქ ოფიცრის ცოლთან დავდიოდი ხო ეგ ტრამაკი იწოდა ხო ყველა ოფიცრის ცოლთან დადიოდა რა ამდენი ოფიცერი სად იყო მე რა ვიცი ხო და ძალიან მინდა რომ ჯარში წავიდე არა და არ მეკუთვნის იქ მამა ომშიდები კარგავ დედის ერთავარო და არ ეკუთვნის რა იმიტომ უნდა წასვლო ოფიცრის ცოლთან უნდა იქ ხო ისტორიებს ისმეს თან დეტალებში რომ იქ ერა იყო ეგეთი მკერდი იქონდა და მაგარი გოგო იყო და რაღაცები მოგლე თავით ეხეო რომ წავიდე ჯარშიო და მოხალისეთ წავედიო ეხლა ეთქობა იფიქრზე ერთიანია მოხალისეთ მიდის ხალხი ძალიან თვერ მიყავდათ და ეს მოხალისეთ მიდის გასო და
ხო და სადღაც ციმბირისკენ რაღაც შორეულ აღმოსავლეთში გამამწეს იგეთ ნაწილშიო ყველაზე ახლო სოფელი არისო 25 კილომეტრშიო იქაცა ცხოვრობს 3 მოხუცი კაციო ანუ დედრობითი კატა დარბის მარტო ნაწილში რა ამათ ნაწილში არის დედრობითი მარტო კატა რა ოფიცერი დიოფიცერი თოლი რა გენერალი რიგენერალი შვილი არავინ ჭაჭანება არ არსებობს რა გავაკეთოთო ეხლა ვფიქრობ ჯარისკაცებ რომ ჩავგონდითო და დავიწყეთ ხელსქვიტობა უნდა რა ბატალიონით გაიმოდო ესეც ცოტა ხანში მოგბეზრდაო და ერთი თქვიანი ყავდაო ერთი ცოტა სერჟანტი იყო და ცოტა ეშმაკი ტიპი იყო რა მოხერხებულიო და იმანა თქვაო რომ ჩუ მაინც ამ საქმეზე ვდგევართ ჩვენი მაინც არ არის მაინც ხელსქვიტობაში ვათენი ვაღამებთო და მაიტაო ეგეთი რაღაცა გავაკეთოთო რომ 15 კაპიკიანები რო იყო ხო 15 კაპიკი კონი დავდოთო სუყველამო დავიწყოთ ეს საქმეო და ვინც პირველი მორჩება სულ იმისი იქნება მთელი კონიო 3700 ნაღდი ფული ჩამოიტანა და 3700 მალეთი ჩემი ყველა ის მაინც ყველა კუთხეზე მაინც კახეთთან არის ხოლმე რა დაკავშირებული და ერთი ჩვენსკენ მე ხო სოფლებსა და იმები ვერ ვასახელებ რომ იმუნიტეტი არ დაიმერღვე და თავი არ გამიჩეჩქონ ხო და ჩვენსკენ ერთი იმერელი ძალი მაიყვანეს კაცო ანგელოზივით მოგუამ შრომელი რაღაცა თვალწარმით ეძოწელი ხო და ეგ მარგინე ტრაქტორისტი ხავ კაცო ძილით წავა 7-8 გექტარ მოეხნავს აღამოთი ტრაქტორი პარკში დაჯდება გასკდება მოარავი ფეხები დაბანი თავიც არა აქვს კაცო და დაწვება დაიძინე ხო ერთი დილაც არის მურთაზა ქვია მამამთილ რა ეს იმერელი ძალი რა ვიცი არა შეგუებულია ბედსა კაცო ვეღარაფერი ვეღარ უთქვია ეგრე საწყლად არის და ერთი დილაც არის მურთაზა შესაჭრის ეზოში ხო და გამაიარა კატამ და გაიზმორა კარგად ეკატა გაიფხორა გაიზმორა და ამან გადახედა და კატაო ეხლა შენ მურთაზა ამასობაში ეს იმერელი ძალი გამოვიდა აივანზე და გაწეწილია გაბუებულია კაცო და შეხედა და შვილო ეთყობა უწუხელ ვერ გეძინა კარგათო რაღაცა შენი სახი არ მომწონსო და ეს ძალსაც აექა აქ უკვე ამოსულში იკატა კარგა გამოუცან მურთაზაძიაო იკატა კარგა გამოუცან კი ბატონო აი ეგრე რომანა აბიჯა ისე ქეითებზაებდა კაცია ხანე აია ბიჯო ისე ქალთებზა ქალია თუ თებზი გააჩნია ქშია თუ ot Martina კაიკია და არო არო ჩემამდე სექსი თუ გქონდა იმე არა მიხო კარგია შენა მე კი მქონდა მაგრამ იყოს ბოსელში რას გიშლი შენა კახეთში წარმოიდგინე რა ვიღაცა კაცი არის აი რაღაცას რომ მოყვები რაღაც ტრაგედია სადღაც დატრიალა ხიდი ჩამოიგრა ყველა ვახ რაღაცა შეიცხადებენ ისე უარესი შეიძლება და მომხდარიყო იქ რაღაცა სადღაც აფეთქდა რაღაცა
უარესი შეიძლება და მომხდარიყო და ყველაფერზე რაც გინდა მოყევი უარესი შეიძლება და მომხდარიყო ბირჟაზე მოილაპარაკეს ეხლა რომ მოვაო ისეთი რაღაცა მოყვეთო რო ეგეთი რამე ვერა თქვასო რა თურმე მართლა მოხდა სოფელში ეგეთი ამბავი ეს რომ მოვიდა ამას უყვებიან იო გაიგეო აი ვერძე სოფელში ვარიო თედო სახში მისულაო და თავიცოლსო კაცო საყვარელთან არ შეუსწრო ეს ცოლიც მოკლაო ზედაკაციო საყვარელი ძე დააყოლა და თავიც მაიკლაო და ეხლა ამის რეაქციას ელოდებია რა ო უარესი შეიძლება და მომხდარიყო გაგიშლი რა როგორ რა უნდა მომხდარიყო უარესი ერთ სამი საათი თადრო რომ მისულიყო სახში მეც მომკლავდა იქ უხილე